ტრამპის განცხადებით უკრაინასა და რუსეთში მილიონობით ადამიანია დაღუპული და დროა ეს ომი დასრულდეს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა სურს, თუმცა საჭიროა მეორე მხარის სურვილიც. პრეზიდენტმა განმარტა, რომ იგი მზად არის ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ დროს გაესაუბროს. დიდი ალბათობით რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებ, თუ კი პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. ეს ომი არასოდეს არ უნდა დაწყებულიყო და მე მსურს ეს ომი დასრულდეს. კომპეტენტური პრეზიდენტი რომ ყოლოდა ეს ომი არ დაიწყებოდა. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი რუსეთი არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. მე პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთგაგება მქონდა და ამას არასოდეს გააკეთებდა. თუმცა პუტინი ბაიდენს პატივს არ სცემს. ეს არის და ეს. ზელენსკის ვესაუბრებით და პუტინსაც მალე გავესაუბრებით. ვნახოთ რა მოხდება. თუმცა უკრაინისთვის დახმარებას რაც შეეხება, ევროკავშირი ჩვენზე გაცილებით მეტ ფულს უნდა იხდიდეს, რადგან ეს ომი მათ უფრო მეტად ეხება ვიდრე ჩვენ მათგან ოკეანე გვაშორებს. ბაიდენის პირობებში ჩვენ 200 მილიარდით მეტი გვაქვს დახარჯული ვიდრე ევროპას. რა გამოდის, სულელები ვართ, როგორც ჩანს ვართ და ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ და ჩვენიც სარგებლობენ. ამიტომ ევროპამ თავისი ხარჯები ჩვენსას უნდა გაუთანაბროს. მე მივცემ ილონ მასკს უფლებას რომ იყედოს TikTok-ი, თუ კი მას ამის სურვილი ექნება. მე მაქვს ამის უფლებამოსილება რომ დავდო შეთანხმება. ჩემი შეთავაზება ასეთია: მე შევხვდი TikTok-ის მფლობელებს და ვუთხარი რომ TikTok-ის ფასი არ იქნება, თუ კი მასზე ნებართვას არ გავცემთ. ნებართვის მიცემის შემთხვევაში კი $1 ტრილიონი ღირს. ასე რომ ვეტყვი ვინმეს იყიდეთ TikTok-ი, 50% კი შეერთებულ შტატებს მიეცით და გექნებათ ნებართვა. ამგვარად ეს აპლიკაცია კიდევ უფრო ღირებული გახდა, რადგან ჩვენი სახით დიდებული პარტნიორი ეყოლებათ.